თქვენ საშინელი ხალხი ხართ. ის ტრამპს პედოფილიაში გაუპატიურებასა და ღალატში ადანაშაულებს. თავად საზეიმო დარბაზი იქცევა ფარად, იმისთვის, რასაც სამხედროები ქვემოთ აშენებენ. მათ შორის დრონებისგან და ნებისმიერი სხვა საფრთხისგან დასაცავად. ინციდენტიდან მალევე Truth-Social-ზე ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომხდარი გამოიყენა თავისი ახალი პროექტის თეთრი სახლის გიგანტური ბუნკერების კომპლექსის რეკლამირებისთვის. იმპერიალისტური ომების საფასურს ყოველთვის შრომელთა კლასი იხდის, იქნება ეს თეირანში, ნიუ-იორკში თუ თბილისში. რეალობა ისაა, რომ ტრამპს წარმოდგენა არ აქვს, როგორ დაასრულებს ამას, რადგან ირანელებმა იციან, ან სჯერათ, რომ მათ მხარეს არის სამი რამ: საბრძოლო მასალა, ბაზრები და შუალედური არჩევნები. გაერთიანებული საამიროების ისტორიული გადაწყვეტილება. ისინი ოპეკს ტოვებენ. ეს შესანიშნავია. ვფიქრობ ძალიან კარგია. განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ ნაცვლად იმისა, რომ იყიდონ ძვირადღირებული საწვავი და დააფინანსონ ვაშინგტონის ომები, თავად აწარმოონ ენერგიას სახლში. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ პერიოდში, რასაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მსოფლიოს მიერ ოდესმე გამოვლილ ყველაზე დიდ ენერგეტიკულ შოკს უწოდებს. კვირის მიწურულს აღინიშნა 1 მაისი. შრომელთა საერთაშორისო დღე, როდესაც მსოფლიო ქუჩაშია გამოსული არა მხოლოდ ეკონომიკური მოთხოვნებით, არამედ იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ, რომელიც თითოეული მშრომელი ჯიბესა და ოჯახს ანადგურებს. გვეუბნებიან, რომ ინფლაცია დაბალია, მაგრამ ეს ასე არ არის. ფასები კატასტროფულად მაღალია და ყოველდღიურად იზრდება. გამარჯობა. ეს არის ყოველკვირეული მიმოხილვა რა ხდება მსოფლიოში. როგორც წინა ეპიზოდებში, დღესაც იმპერიების ბარბაროსობასა და ჩაგრული ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგიყვებით. იმაზე, რასაც მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ნახავთ. თუმცა იმისთვის, რათა ჩვენი ხმა მომავალში ცისმოდეს, ერთადერთი გზა თქვენი აქტიურობა. გთხოვთ, გახდით ჩვენი მხარდამჭერი ყოველთვიური დონაციით და გამოიწერეთ ჩვენი სოციალური ქსელები. დონაციის ბმულს კომენტარების ოლში ნახავთ. გასულ შაბათს თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე, სადაც პოლიტიკური და მედია ელიტა იკრიბება, გასროლის ხმა გაისმა. დაკავებულია 31 წლის კოულ თომას ალენი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული, რომელმაც ვაშინგტონში მატარებლით ჩასვლა და პრეზიდენტზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმილი მანიფესტით გაამართლა. ეს არ არის უბრალოდ კრიმინალური აქტი. ალენის მანიფესტი არის დიაგნოზი იმ სისტემისა, რომელსაც დონალდ ტრამპი სათავეში უდგას. თავდამსხმელი საკუთარ თავს მეგობრულ ფედერალურ მკვლელს უწოდებს და სვამს ეთიკურ კითხვას. მე აღარ მსურს ნება დავრთო პედოფილს, მოძალადესა და მოღალატეს ჩემი ხელები თავისი დანაშაულებით გაისვაროს. ალენი წერს, თუ ჩემი წარმომადგენლები კლავენ და აწამებენ, ეს ჩემი დანაშაულიცა. ის ტრამპს პედოფილიაში გაუპატიურებასა და ღალატში ადანაშაულებს, რაც პირდაპირ უკავშირდება ჯეფრი ეპშტეინის საქმეს. როცა ტრამპს ამ მანიფესტის შესახებ კითხეს, მისი პასუხი იყო უკვე ჩვეული თავდასხმა მედიაზე. პრეზიდენტ ტრამპს კითხეს სავარაუდო თავდამსხმელის მანიფესტის შესახებ. მას შემდეგ, რაც ის უსაფრთხო ადგილას გაიყვანეს შაბათს ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშამზე მომხდარი თავდასხმის დროს. ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია როგორც კოულ თომას ალენი, რომელიც დღეს წარსდგება სასამართლოს წინაშე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით. გავრცელებული ინფორმაციით, მან სასტუმროს ნომერში დატოვა მანიფესტი, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. ის წერს შემდეგს, ციტატა: ადმინისტრაციის მაღალ ჩინოსნები, ისინი სამიზნეები არიან. და მან ასევე დაწერა: მე აღარ მსურს ნება დავრთო პედოფილს, მოძალადესა და მოღალატეს, ჩემი ხელები თავისი დანაშაულებით გასვაროს. როგორია თქვენი რეაქცია ამაზე? ხო და ველოდი კიდეც როდის წაიკითხავდით მაგას, რადგან ვიცოდი რომ ასე იზამდით. იმიტომ რომ თქვენ საშინელი ხალხი ხართ. დიახ, მან მართლაც დაწერა ის. მე არ ვარ მოძალადე, მე არავინ გამიუპატიურებია. მაგრამ დონალდ ტრამპი ამ ინციდენტიდან პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ეცადა. თავდასხმიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტმა Fox News-ის ეთერში თქვა ის, რაც მისთვის ყველაზე ხელსაღრელია. ამ ბიჭს ქრისტიანების ძულსო. ტრამპმა თავდამსხმელი კოულ ალენი ქრისტიანების მოძულე ავადმყოფად მონათლა. ტრამპი ამბობს, რომ მსროლელს ქრისტიანების ძულს, მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ თავად მსროლელის მანიფესტში ის საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს. გარდა ამისა, რატომღაც ყველა მსხვილი სოციალური ქსელი აზიარებს მანიფესტის რედაქტირებულ ვერსიას, საიდანაც რელიგიის შესახებ მთელი ეს მონაკვეთი ამოჭრილია. მაშინ რა ხდება აქ სინამდვილეში? რატომ ამბობს ტრამპი, რომ მას ქრისტიანების ძულს და რატომ არ ეუბნება ხალხს, რომ თავდამსხმელი საკუთარ თავს ქრისტიანად აიდენტიფიცირებდა? და რატომ მალავენ იმ ფაქტს, რომ ქრისტიანობაზე აპელირებდა. ეს არის ტრამპის კლასიკური ფანდი. ქრისტიანობის გამოყენება ფარად, როცა მას პედოფილიაში გაუპატიურებასა და ღალატში ადანაშაულებენ.
ის არწმუნოების უკან იმალება, ცდილობს დააჯეროს თავისი ამორჩეველი, რომ მას კი არ ესროლეს როგორც პოლიტიკოს, არამედ ესროლეს ქრისტიანულ სამყაროს, რომლის ერთადერთი დამცველიც თითქოს თავად ის არის. მაგრამ ალენის მანიფესტი ამ ფარსს აშიშვლებს. ის თავის მანიფესტში swams კითხვას: რამდენად მორალურია ქრისტიანისთვის ლოყის მიშვერა, როცა შენი სახელით ბავშვებს ბომბავენ და ეპშტეინის მსგავს კრიმინალებს აფარებენ ხელს? პრეზიდენტი, რომელიც ეკლესიის სახელით საუბრობს, მაგრამ ეპშტეინის 3 მილიონ ფაილს მალავს. ლიდერი, რომელიც ქრისტიანობას ფარად იყენებს, რათა არავინ კითხოს იმ სისხლზე, რომელიც მის ხელებზეა. ტრამპი ცდილობს ყველაფერი ცივილიზაციურ და რელიგიურ ომად წარმოაჩინოს, მაგრამ ეს არის ბრძოლა იმპერიულ თვალთმაქცევასა და იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც აღარ სურთ ამ თვალთმაქცევის თანამონაწილეები იყვნენ. ინციდენტიდან მალევე Truth Social-ზე ტრამპმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მომხდარი გამოიყენა თავისი ახალი პროექტის, თეთრი სახლის გიგანტური ბუნკერების კომპლექსის რეკლამირებისთვის. ტრამპმა განაცხადა, რომ ჰილტონში მომხდარი ინციდენტი გამორიცხული იქნებოდა იმ საიდუმლო სამხედრო დარბაზში, რომელიც ახლა თეთრი სახლის ეზოში შენდება. რა ხდება სინამდვილეში? უკვე თვეებია თეთრი სახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გრანდიოზული მშენებლობა, რომელსაც ოფიციალურად ინფრასტრუქტურის განახლებას უწოდებენ. რეალურად კი ტრამპი აშენებს მაღალტექნოლოგიურ მიწისქვეშა ციხესიმაგრეს. მას სურს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ვახშმებიდან დაწყებული პრესკონფერენციებით დამთავრებული ამ დაცულ სივრცეში გადაიტანოს. ახლა სამხედროები საზეიმო დარბაზის ქვეშ დიდ კომპლექსს აშენებენ, რაც ცნობილი მხოლოდ ახლახან გახდა ერთი სულელური სასამართლოს არჩელის გამო. სამხედროები იქ მასშტაბურ კომპლექსს აშენებენ. მშენებლობა მიმდინარეობს და საქმე კარგად მოგდის. გრაფიკსაც კი ვუსწრებთ. ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია. თავად საზეიმო დარბაზი იქცევა ფარად იმისთვის, რასაც სამხედროები ქვემოთ აშენებენ. მათ შორის დრონებისგან და ნებისმიერი სხვა საფრთხისგან დასაცავად. ფანჯრების მინები. ხედავთ ამ დიდ ფანჯრებს? ეს მინები უკიდურესად სქელია. ეს არის უმაღლესი ხარისხის ტყვია გაუმტარი მინა. ასე რომ ყველა ფანჯარა ტყვია გაუმტარია. მგონი Times-მა დაგიწერათ, რომ ზოგიერთი ფანჯარა ყალბია. ჩვენ არ გვაქვს ყალბი ფანჯრები. მათ ასევე ახსენეს კიბე სამხრეთ მხარეს. ჩვენ არ გვაქვს კიბე სამხრეთით. ის დიდი ხნის წინ შეიცვალა. ტრამპს სურს სამყარო, სადაც ის ბუნკერიდან გასცემს ბრძანებებს ირანის დაბომბვაზე თუ ჰორმუზის სრუტის ბლოკადაზე, ხოლო გარეთ ზედაპირზე ხალხი ინფლაციითა და ომით იხოცება. კოულ ალენმა მანიფესტში დაწერა, რომ არ სურს მისი ხელები ამ დანაშაულებში გაისვაროს. ტრამპის პასუხი კი არის კედლების აშენება, რათა ეს დასრული ხელები საერთოდ აღარავინ დაინახოს. სანამ ტრამპი ვაშინგტონში ბუნკერს აშენებს, ის კონგრესს წერილს უგზავნის და ეუბნება, რომ ირანთან ომი დასრულებულია, რადგან სურს, რომ ომი ბლოკადის სახით აწარმოოს კონგრესის გვერდისავლით. მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრი კვლავ ჰორმუზის სრუტია, ადგილი, სადაც ტრამპის ბუნკერული ლოგიკა გლობალურ კატასტროფას ეჯახება. ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა ირანის ნებისმიერ შეთავაზებაზე დეესკალაციის შესახებ და აგრძელებს სრულ საზღვაო ბლოკადას. ნავთობის ფასი უკვე $126 აცდა. საზღვაო ბლოკადა და ირანის პორტების ეკონომიკური იზოლაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ერთი ქვეყნის დაჩოქებას, არამედ მთელი რეგიონის რესურსებზე ტოტალური კონტროლის დამყარებას. გაეროს გენერალური მდივანი უკვე ღიად საუბრობს გლობალურ სასურსათო კატასტროფაზე. იმიტომ რომ ნავთობზე ფასის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ფასების ზრდას სასუქზე, ტრანსპორტირებასა და სურსათზე. იმპერიალისტური ომების საფასურს ყოველთვის მშრომელთა კლასი იხდის, იქნება ეს თეირანში, ნიუ-იორკში თუ თბილისში. თავარი კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ, არის არა ის თუ ვინ ისვრის მეტრაკეტას, არამედ ის თუ ვინ მართავს ნარატივს. ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო დღეებში ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ირანი მუხლებზეა დაჩოქილი. პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში პოსტავს, რომ ირანი კოლაფსის პირასაა და მოლაპარაკებებს იხვეწება, მაგრამ როგორც მიმოხილველები აღნიშნავენ, ეს არის არა რეალობა, არამედ ტოტალური პროპაგანდისტული ფარსი, რომელიც ბაზრების მანიპულირებისთვისაა შექმნილი. რეალობა ისაა, რომ ტრამპს წარმოდგენა არ აქვს, როგორ დაასრულებს ამას, რადგან ირანელებმა იციან, ან სჯერათ, რომ მათ მხარეს არის 3 რამ: საბრძოლო მასალა, ბაზრები და შუალედური არჩევნები. მათ მიაჩნიათ, რომ სპარსეთის ყურეში აშიშის თავდაცვით შესაძლებლობებს უპრეცედენტო ზიანი მიაყენეს. მათ აიძულეს ამერიკელები მოეხდინათ 13 სამხედრო ბაზის ევაკუაცია. მათ სერიოზული ზიანი მიაყენეს ამერიკულ ავიაციას, რაც მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი. მათ გაანადგურეს ადრეული შეტყობინების უძვირფასესი რადარული სისტემები. ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მარაგი სახიფათოდ დაბალნიშნულზეა, ხოლო შეერთებულ შტატებს არ შესწევს ძალა და უპირისპირდეს ირანის ასიმეტრიულ პოზიციას ჰორმუზის სრუტეში. რა ნაბიჯიც უნდა გადადგას ტრამპმა?
ბაზრები ახლა პირობითად რომ ვთქვათ, თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია და მდგომარეობა არ გამოსწორდება. თუ ტრამპი ირანის დაბომბვას განაახლებს, ისინი იმუქრებიან, რომ დაარტყამენ ნავთობის ინფრასტრუქტურას სპარსეთის ყურეში და შესაძლოა გადაჭრან წყალქვეშა ინტერნეტ კაბელები, რაც მასშტაბურ ხაოსს გამოიწვევს კომერციასა და ინტერნეტ კავშირში. და ბოლო ფაქტორი, მოახლოებული შუალედური არჩევნებია. ეს დონალდ ტრამპისთვის პოლიტიკური კატასტროფაა. ირანელები გრძნობენ, რომ კარტები მათ ხელშია და არა ტრამპის. ამიტომაც ისინი ამბობენ, თუ არ შეასრულებთ ჩვენს პირველად მოთხოვნას და არ მოხსნით თქვენს უკანონო საზღვაო ბლოკადას, ჩვენ უახლოეს მომავალში არანაირ მოლაპარაკებას არ ვაპირებთ, რადგან თქვენ საკუთარი თავი კუთხეში მოიმწყვრიეთ. ჩვენ კი უბრალოდ გვერდზე დავდგებით და ვუყურებთ, როგორ დაგიპატარავდებათ ადგილი ამ კუთხეში. სანამ ვაშინგტონი იზოლაციაში ექცევა, თეირანი ახალ ალიანსებს აშენებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არაღჩი რუსეთსა და პაკისტანში იმყოფებოდა. შედეგი კი ისტორიულია. პაკისტანმა გახსნა დერეფანი ირანისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამერიკულ საზღვაო ბლოკადას აზრი დაეკარგა. ირანი საქონელს სახმელეთო გზით მესამე ქვეყნების გავლით მიიღებს. 2015 წლისგან განსხვავებით ირანი აღარ აპირებს გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანას. მათთვის ეს ურანი ახლა ისევე წმინდაა, როგორც საკუთარი მიწა, რადგან დაინახეს, რომ დასავლეთთან ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ ფარატინა ქაღალდია, რომელსაც მომდევნო პრეზიდენტი უბრალოდ ნაგავში მოიცვის. კიდევ უფრო ნიშანდობლივია გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადება. მერცი, რომელიც ტრამპის ყველაზე ერთგული მოკავშირე იყო ევროპაში, დღეს ღიად ამბობს: ამერიკა დამარცხებული და დამცირებულია. სხვათა შორის მერცი ის კაცია, რომელმაც 28 თებერვლის შემდეგ ოვალურ კაბინეტში ტრამპს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ირანთან დაპირისპირებაში. ორი თვის თავზე კი ასეთ განცხადებას აკეთებს. ამერიკელებს, როგორც ჩანს, არავითარი სტრატეგია არ გააჩნიათ. მსგავს კონფლიქტებში კი მთავარი პრობლემა მუდამ ერთი და იგივეა. მხოლოდ ომში შესვლა არ გმარა, იქიდან გამოსვლაც უნდა შეგეძლოს. ეს გაკვეთილი ჩვენ ძალიან მტკივნეულად ვისწავლეთ ავღანეთში, სადაც 20 წელი ჩავეფალით. იგივე ვნახეთ ერაყშიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მთელი ისტორია სრულიად დაუფიქრებელია. მე ამ წუთას ვერ ვხედავ ვერავითარ სტრატეგიულ გამოსავალს, რომელსაც ამერიკელები აირჩევენ. მით უმეტეს, რომ ირანელები აშკარად ძალიან დახვეწილად მანიპულირებენ. ისინი ხან ოსტატურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ხან კი უფრო ოსტატურად, საერთოდ უარს ამბობენ მათზე. ისინი ამერიკელებს ისლამაბადში აგზავნიან სალაპარაკოდ და იქიდან ხელცარიელს ყოველგვარი შედეგის გარეშე აბრუნებენ. ეს არის მთელი ერის დამცირება ირანის სახელმწიფო ხელმძღვანელობის მხრიდან. ირანელები აშკარად იმაზე ძლიერები აღმოჩნდნენ, ვიდრე ვინმეს ეგონა. ხოლო ამერიკელებს, როგორც ჩანს, მოლაპარაკებების მაგიდასთანაც კი არ გააჩნიათ რაიმე მართლაც დამაჯერებელი სტრატეგია. Offensichtlich auch in den Verhandlungen. ტრამპის პასუხმაც არ დააყოვნა. მან თრუსოუშალზე კანცლერი უნიათობაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ დაემუქრა გერმანიას ამერიკული ჯარების გაყვანით. რამდენიმე დღის შემდეგ კი ტრამპმა კვლავ დაიწყო საუბარი ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებაზე. ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან. ისინი მას არ იცავდნენ. ამიტომ მე მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ტარიფები 25%-მდე გავზარდე. ეს არის მილიარდობით დოლარი, რომელიც შეერთებულ შტატებში შემოედინება და ეს მათ აიძულებს ბევრად უფრო სწრაფად გადმოიტანონ თავიანთი ქარხნები ჩვენთან. ამჟამად შეერთებულ შტატებში 100 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საავტომობილო ქარხნები შენდება. ეს რეკორდია. მსგავსი არაფერი გქონია, მაგრამ ევროკავშირი არ იცავდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ დავდეთ. გარდა ევროპულ-ამერიკული მოკავშირეობის ფუნდამენტური დაბზარვისა, გლობალური ენერგეტიკული მიწისძვრა წლეულების განმავლობაში ნაშენებ იერარქიებს ანგრევს. ამის ყველაზე ნათელი დასტურია არაბეთის გაერთიანებული საამიროების ისტორიული გადაწყვეტილება. ისინი ოპეკს ტოვებენ. ეს არ არის უბრალოდ დიპლომატიური ჟესტი. საამიროები, რომლებიც ნავთობის მესამე უმსხვილესი მწარმოებელია კარტელში, ღიად ამბობენ: ჩვენი ინტერესები აღარ ემთხვევა საუდის არაბეთისას. ომმა და ირანის მიერ ენერგოინფრასტრუქტურაზე მიყენებულმა დარტყმებმა აჩვენა, რომ ძველი უსაფრთხოების გარანტიები აღარ მუშაობს. კაპიტალისტური სამყარო ხედავს, რომ ოპეკი, რომელიც აწლეულების განმავლობაში ფასებს აკონტროლებდა, დღეს დასუსტებულია. საამიროების ენერგეტიკის მინისტრი ცინიკურად აცხადებს, რომ ეს მომხმარებელზე ზრუნვაა და ამ რთულ დროს ნავთობის მათთვის მიწოდება, მაგრამ სიმართლე ბევრად უფრო ბინძურია. როგორც ენერგეტიკის ცნობილი ანალიტიკოსი ხავიერ ბლასი აღნიშნავს, ეს არის 10 წლიანი ნავთობის ცივი ომის კულმინაცია რიადსა და აბუ-დაბის შორის. საამიროებს ნავთობის მოპოვება ძალიან იაფი უჯდებათ, ამიტომ მათ უნდათ ბაზარი საკუთარი ნედლეულით დატბორონ და მოგება ახლა ვენახონ. საუდის არაბეთი კი რუსეთთან ერთად ცდილობს ფასები ხელოვნურად მაღალ ნიშნულზე, $100-ზე ზევით შეინარჩუნოს. ეს არის კაპიტალისტური ელიტების დაპირისპირება, სადაც საამიროებმა გადაწყვიტეს, რომ კოლექტიური თამაში მათთვის აღარ არის მომგებიანი. მაგრამ აქ კიდევ ერთი უფრო ღრმა პოლიტიკური გათვლა.
საამიროების ეს ნაბიჯი არის პირდაპირი საჩუქარი დონალდ ტრამპისთვის. ტრამპი წლებია ლანძღავს ოპექს და მათ ამერიკის ექსპლუატაციაში ადანაშაულებს. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ოპეკი დატოვეს. დიახ, რას ფიქრობთ ამაზე? ეს შესანიშნავია. ვფიქრობ ძალიან კარგია. მე ძალიან კარგად ვიცნობ მუხამედს. ის ძალიან ჭკვიანია. შესაძლოა მას საკუთარი გზით სვლა სურს. ეს კარგია. ვფიქრობ საბოლოო ჯამში ეს ხელს შეუწყობს ბენზინისა და ნავთობის ფასების დაძევას, ყველაფრის გაიაფებას. მათ ყველაფერი აქვთ. ის მართლაც შესანიშნავი ლიდერია. ასე რომ არა, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ოპეკში გარკვეული პრობლემები აქვთ. საამიროებმა ამ ეგრეთ წოდებული დეზერტირობით არა მხოლოდ დაასუსტეს საუდის არაბეთი, ვაშინგტონის ჭირვეული პარტნიორი, არამედ ტრამპს მისცა საშუალება თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს. ჩნდება კითხვა, რატომ ჩქარობენ საამიროები ნავთობის გაყიდვას, მაშინ როცა ფასები ისედაც მაღალია? პასუხი შანხაის ქუჩებშია. იქ უკვე აღარ ისმის ძრავების გუგუნი. ჩინეთი სრული ელექტრიფიკაციის გზაზეა. საამიროებმა გააცნობიერა, ნავთობის ეპოქა იწურება. მათი სტრატეგია ამოტუმბე და გაყიდი ახლავე, სანამ შავი ოქრო უსარგებლო სითხედ არ ქცეულა. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ისტორიაში ყველაზე დიდ ენერგეტიკულ შოკს უწოდებს. ეს უფრო მასშტაბური კრიზისია, ვიდრე 1970-იანი წლების ნავთობის ემბარგო. მაშინ ალტერნატივა თითქმის არ არსებობდა. დღეს კი იმპერიალისტურმა ბლოკადამ პარადოქსული შედეგი გამოიღო. ქვეყნები ეთიოპიიდან ფილიპინებამდე მიხვდნენ, რომ საწვავზე დამოკიდებულება მათი ეროვნული თვითმკვლელობაა. ეს ომი აჩქარებს ეგრეთ წოდებულ მწვანე გადასვლას, მაგრამ არა იმიტომ, რომ კაპიტალისტებს გარემოზე გული შესტკივათ, არამედ იმიტომ, რომ იმპერიული ნავთობი გახდა ძალიან ძვირი და ძალიან სახიფათო იარაღი. განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ ნაცვლად იმისა, რომ იყიდონ ძვირადღირებული საწვავი და დააფინანსონ ვაშინგტონის ომები, თავად აწარმოონ ენერგიას სახლში. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ პერიოდში, რასაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მსოფლიოს მიერ ოდესმე გამოვლილ ყველაზე დიდ ენერგეტიკულ შოკს უწოდებს. თავისი მოცულობითა და მთლიან ენერგომოხმარებაში დაკავებული წილით, ეს პროცესი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე 1970-იანი წლების ნავთობის ორმაგი კრიზისი, რადგან ახლა საქმე მხოლოდ ნავთობს არ ეხება. ჰორმუზის სრუტეში თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაც იბლოკება. წარსულში, მსგავსი ენერგეტიკული შოკის წინაშე მდგარი ქვეყნების არჩევანი საკმაოდ შეზღუდული იყო. მოკლევადიან პერსპექტივაში, მათ შეეძლოთ ან მეტი გადაეხადათ, ან მოხმარება შეემცილებინათ მოსახლეობისთვის გარკვეული აქტივობების შეზღუდვის მოწოდებით. თუმცა დღეს ამ ორი გზის მიღმა არსებობს მესამე და მეოთხე ვარიანტიც. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ იმ პერიოდში, რასაც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო მსოფლიოს მიერ ოდესმე გამოვლილ ყველაზე დიდ ენერგეტიკულ შოკს უწოდებს. რესურსი უმეტეს მათგანს საკმარისად აქვს. გარდა ამისა, შესაძლებელია ელექტრომობილებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ენერგიის მოხმარებას ელექტროენერგიის სახით გულისხმობს. ეს კი გაცილებით ეფექტური გზაა. მაგალითად, იმავე რაოდენობის ენერგიით, რომლითაც ელექტრომობილი 1 მილს გადის, ბენზინზე მომუშავე ავტომობილი მხოლოდ მილის მესამედის დაფარვას ახერხებს. სწორედ ამ გამოსავალისკენ იხრება დღეს ქვეყნების უმეტესობა. თუმცა სანამ პოლიტიკოსები კოლუმბიაში სანტა-მარტა სამიძე მშვიდობიან მომავალზე საუბრობენ, კლიმატური კრიზისი არ ჩერდება. ამერიკის ჯორჯიის შტატში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 39,000-ზე მეტი გადამწვარი აკრი და ინდოეთში არსებული პიკური სიცხე შეხსენებაა იმისა, რომ კაპიტალიზმი ორ ფრონტზე აგებს ომს. ის ანადგურებს როგორც სოციალურ სტაბილურობას, ისე ბიოლოგიურ გარემოს. კონტრასტი ნათელია. ტრამპი და მისი გუნდი ცდილობენ ძველი ნავთობზე დაფუძნებული იმპერიის გადარჩენას ბლოკადებითა და შანტაჟით, ხოლო დანარჩენი მსოფლიო გამოსავალს ამ მომაკვდინებელი სისტემიდან გაქცევაში ეძებს. ჩვენს მიმოხილვაში არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ არის რაღაც გადახრა სისტემიდან. ის არის თავად სისტემის ყველაზე გულწრფელი და სასტიკი გამოვლინება. ცნობილი სოციოლოგი და ახლო აღმოსავლეთის მკვლევარი პროფესორი ჟილბერ აშქარი ამას უწოდებს ახალძველ იმპერიულ დოქტრინას. რა არის ამ დოქტრინის არსი? თუ ჯორჯ ბუშის დროს იმპერიალიზმი დემოკრატიის ექსპორტის ნიღბით მოქმედებდა, ტრამპი ამ ფასად საერთოდ აუქმებს. ის ბრუნდება მე-19 საუკუნის ენაში. ეს არის ენა, რომელიც მხოლოდ ძალას ცნობს. ბომბე ქვეყანა მანამ, სანამ ის არ დაგემორჩილება. აშქარი სამართლიანად აღნიშნავს, რომ ტრამპმა ვენესუელაში ნიკოლას მადუროს გარშემო შექმნილი ილუზორული წარმატება შეცდომით განავრცო ირანზე. მან დაიჯერა, რომ თუ ირანის რეჟიმს თავს მოჰკვეთ და სისტემა ჩამოიშლებოდა. შედეგად კი მივიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე უფრო ჩაფლავებული იმპერიული ავანტურა. It's an old new imperial doctrine in the sense that ეს არის ძველი იმპერიული დოქტრინა, ახალი შეფუთვით, იმ გაგებით, რომ იმპერიალიზმის ფუნდამენტური პრინციპები კვლავაც ძალაშია.
If you compare to the George W. Bush თუმცა დროთა განმავლობაში აქცენტები შეიცვალა. თუ ჯორჯ ბუშის ეპოქას შევადარებთ, როცა დღის წესრიგში რეჟიმების შეცვლა და ერახში დემოკრატიის დამკვიდრების პრეტენზიით შეჭრა იდგა, დონალდ ტრამპს ერთ რამეს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. მას არასოდეს ქონია პრეტენზია, რომ სადმე დემოკრატია შეაქვს. ეს ნამდვილად არ არის მისი სტილი. So that's definitely not his cup of tea. ნაცვლად ამისა, ის მე-19 საუკუნის უხეში ძალის დიპლომატიას უბრუნდება. ომბავ ქვეყანას მანამ, სანამ არ დაგემორჩილება და იმას არ გააკეთებინებ, რაც შენ გინდა. You get them doing what you want. Now, მან მსგავს წარმატებას მიაღწია ვენესუელაში პრეზიდენტის გატაცების შემდეგ და სრულიად სულელურად, უკიდურესი შორსმჭრეტელობით დაიჯერა, რომ იგივეს გამეორება ირანული რეჟიმის თავმოკვეთითაც შეეძლო. შედეგად კი მივიღეთ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უნიათოდ და უგვანოდ წარმართული იმპერიული ომი. and the result is definitely the most botched up of all US imperial wars in history. ირონიულია, მაგრამ ტრამპს ეგონა, რომ დარტყმებით გზას გაუკაფავდა ეგრეთ წოდებულ პრაგმატისტებს, მაგრამ მიიღო საპირისპირო. ირანის სრული მილიტარიზაცია. ყოველი რაკეტა, რომელიც თეირანს მოხვდა, აძლიერებდა არა რეფორმატორებს, არამედ ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსს. ეს არის იმპერიალიზმის პარადოქსი. ის თავისი აგრესიით თავად ეკლავს დიპლომატიის ყოველგვარ შანსს და ქვეყანას რადიკალური სამხედრო კასტის ხელში აგდებს. განსაკუთრებით საინტერესოა აშკარის პასუხი იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე ამ ომში. დღეს დასავლურ კონსერვატორულ წრეებში, მაგალითად ტაკერ კალსონთან ან ჯონ მიშაიმერთან პოპულარულია თეზისი, რომ ამერიკა ამ ომში ისრაელის ლობიმ ჩაითრია. აშკარი ამას იმპერიალიზმის რეალობის დაბინდვას უწოდებს. მისი თქმით, ეს არის ცდელობა პასუხისმგებლობა ამერიკული იმპერიალიზმიდან სხვას გადააბარონ. დააკვირდით ციფრებს. ტრამპისთვის, კუშნერისთვის და სხვებისთვის ყურის მონარქიები, საუდის არაბეთი, საამიროები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოკავშირე. იმიტომ რომ იქ დევს მათი მილიარდობით დოლარის პირადი ინვესტიციები. ეს არის კორპორაციული იმპერიალიზმი, სადაც სახელმწიფო მანქანა მუშაობს არა იდეებისთვის, არამედ კონკრეტული ელიტების ჯიბეებისთვის. ისრაელი აქ მხოლოდ ფუნქციური იარაღია, მაგრამ სტრატეგიას ვაშინგტონის კაპიტალი განსაზღვრავს. აშკარი ირანის დღევანდელ მდგომარეობას ორ მოდელს ადარებს: ჩინურსა და რუსულს. პრაგმატისტებს უნდათ ჩინური გზა, ეკონომიკური გახსნა და კაპიტალისტურ სისტემაში ინტეგრაცია, მაგრამ ტრამპის ბლოკადამ ირანს რუსული მოდელისკენ უბიძგა. ეს არის მილიტარიზაციისა და ნედლეულის რენტის კომბინაცია. როცა იმპერია გუდავს, შენ ერთადერთ გამოსავლად სამხედრო ეკონომიკა რჩება. წინა კვირაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კოლუმბიაში ქალაქ სანტა-მარტაში შეიკრიბა ქვეყნების კოალიცია. მათ გადაწყვიტეს გვერდი აუარონ გაეროს ბიუროკრატიულ და უშედეგო პროცესებს, სადაც ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები რუსეთი, საუდის არაბეთი და აშშ წლების განმავლობაში ბლოკავდნენ ნებისმიერ რეალურ ცვლილებას. როგორც გარემოს დაცვის აქტივისტი კუმი ნაიდუ აღნიშნავს, ჩვენ 30 წელი დავხარჯეთ იატაკლის მოწმენდაში, მაშინ როცა აბაზანაში ონკანი ღია იყო. წიაღისეული საწვავი არის კლიმატური კატასტროფის 86%-ის და გლობალური ომების ლამის 100%-ის მიზეზი. თუმცა პარადოქსი ის არის, რომ მიუხედავად ტრამპის სურვილისა დაიცვას პეტროდოლარის და ნავთობზე დაფუძნებული გლობალური ჰეგემონიის სტატუს-კვო, ის განახლებადი ენერგიის შემთხვევითი ადვოკატი აღმოჩნდა. იმიტომ რომ ტრამპის აგრესიამ ირანში და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოს ყველაზე თვალსაჩინოდ დაანახა ამ სისტემის მოწყვლადობა. როცა ერთი ვიწრო სრუტის ჩაკეტვა ნიშნავს შიმშილს ეთიოპიაში, ინფლაციას ევროპაში და სასუქის დეფიციტს ინდოეთში, კითხვა, გვჭირდება თუ არა ნავთობი აღარ არის მხოლოდ ეკოლოგიური. ეს არის გადარჩენის და სუვერენიტეტის საკითხი. ინდოეთი, ფილიპინები და სხვა ქვეყნები ხედავენ, რომ ნავთობზე დამოკიდებულება ნიშნავს ვაშინგტონის ან რიადის მძევლობას. მათთვის განახლებადი ენერგია აღარ არის ფუფუნება. ის არის ერთადერთი გზა თავი დააღწიონ იმპერიალისტურ შანტაჟს. კუმი ნაიდუ იხსენებს ერაყში შეჭრის სახელს Operation Iraqi Liberation, რომლის აბრევიატურაც არის OIL, ნავთობი. ეს არ ყოფილა შემთხვევითობა. დღეს ირანში მიმდინარე ომიც იგივე ლოგიკის გაგრძელებაა, მაგრამ სანტა-მარტას სამიტი გვაჩვენებს, რომ მსოფლიოს ნაწილს აღარ სურს იყოს ამ სისხლიანი ნავთობის ნაწილი. ისინი ცდილობენ შექმნან წიაღისეული საწვავის გავრცელებლობის ხელშეკრულება, ისევე როგორც თავის დროზე შეიქმნა ანტიბირთვული შეთანხმებები. პარასკევს კოლუმბიის სანაპირო ქალაქ სანტა-მარტაში 50-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო შეკრება. ეს არის გარღვევის მცდელობა, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში გლობალური თანამშრომლობის ახალი არხის გახსნა.
ეს ნაბიჯი მოჰყვა მრავალწლიან იმედგაცრუებას გაეროს კლიმატის კონფერენციის პროცესით, რომელიც სრულ კონსენსუსს მოითხოვს და ამით პროგრესს აფერხებს. ინიციატივა წიაღისეული საწვავისგან განდგომის შესახებ გასულ წელს ბრაზილიაში COP30-ის დასკვნით საათებში დაიბადა. მას შემდეგ რაც ნავთობმომპოვებელმა ქვეყნებმა საუდის არაბეთისა და რუსეთის მეთაურობით დაბლოკეს ამბიციური სახელმწიფოების მიერ მოთხოვნილი სავალდებულო ვალდებულებები. ჩვენ უნდა შევკრიბოთ ყველაზე ამბიციური ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ მეცნიერულ ფაქტებს, რათა მათი გისრონ ლიდერობა. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ შებოჭილნი იმ მოლაპარაკებების რეალობით, სადაც აბსოლუტური კონსენსუსია საჭირო. სწორედ ამისთვის არსებობს ეს კონფერენცია. ჩვენ შთაგონებულნი ვართ ისტორიული მაგალითებით, როცა პროგრესი გაეროს ფორმალურ პროცესებს მიღმა მიიღწეოდა. მაგალითად, ქვეით საწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულება თავიდან სრულად გაეროს სისტემის გარეთ შეთანხმდა. შემდეგ კი გაეროში შევიდა და ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა. ასე რომ ეს შეკრება სანტა-მარტაში ემსახურება ჩიხიდან გამოსვლას და ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ამბიცია აღარ იქნება მძევლად აყვანილი და სადაც წიაღისეული საწვავის ეტაპობრივი ჩანაცვლების რეალურ გზებზე მსჯელობა ღიად და გულწრფელად იქნება შესაძლებელი. ჩვენ ხედავთ ორ რადიკალურად განსხვავებულ სამყაროს. ერთ მხარესაა ტრამპის ადმინისტრაცია, რომელიც drill baby drill-ის რიტორიკით და სამხედრო ბლოკადებით ცდილობს შეინარჩუნოს ძველი მომოკვდავი წესრიგი. მეორე მხარეს კი ქვეყნები, რომლებიც ხვდებიან, რომ მშვიდობა და სტაბილურობა მხოლოდ ენერგეტიკული დემოკრატიითაა შესაძლებელი. Talk about what the US-Israeli attack on Iran means. ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმამ სოფლიოს დაანახა იმ საწვავზე დამოკიდებულების აბსურდულობა, რომელიც კლიმატსაც ანადგურებს და რომლის დატყვევებაც სულ რაღაც 20 მილიან საწყლოსნო გზაზეა შესაძლებელი. დაფიქრდით, მზის სინათლე დედამიწამდე 93 მილიონ მილს გადის, მაგრამ ამ გზიდან არც 1 მილი არ კვეთს ჰორმუზის სრუტეს. ეს მზის ენერგიას საოცრად მიმზიდველს ხდის, მით უმეტეს ახლა, როცა ის წიაღისეულ საწვავზე იაფიჯდება. ბოლო თვეში სოფლიოში იწყება შემოbrunება იმისკენ, რასაც ადრე ალტერნატიულ ენერგიას უწოდებდით. ერთადერთი ადგილი, სადაც ეს პროცესი არ მიმდინარეობს, ამერიკის შეერთებული შტატებია. სანამ იმპერია ბუნკერებში იკეტება და 400 მილიონიან დარბაზებს აშენებს, რომ დაიცვას თავისი მეფეები საკუთარი ხალხის რისხვისგან, ალტერნატივა სანტა-მარტას სანაპიროებზე იწერება. ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ კლიმატისთვის, არამედ იმპერიული ნარკოტიკისგან, ნავთობისგან გათავისუფლებისთვის. რადგან სანამ ჩვენი ეკონომიკა ამ საწვავზე მუშაობს, ჩვენი ხელები მუდამ სვის სისხლში იქნება გასული. ახლა კი უნდა გადავიდეთ თემაზე, რომელსაც გლობალური მედია ხშირად ბრმალაკად აქცევს, რადგან აქ მიმდინარე პროცესები ზედმეტად აშიშვლებს კაპიტალისტური სამყაროს სისასტიკეს. ეს სუდანია. რამდენიმე თვის წინ ჩვენ იქ მიმდინარე მოვლენებს ერთი ეპიზოდი დავუთმეთ, რომელსაც კომენტარებში დავურთავთ, მაგრამ მას მერე სამწუხაროდ არაფერი შეცვლა. პირიქით ყველაფერი გაუარესდა. სანამ ვაშინგტონი და თეირანი ჰორმუზის სრუტისთვის იბრძვიან, სუდანში მიმდინარეობს ომი, რომელიც პირდაპირ კავშირშია იმ ნავთობდოლარებთან, რომლებზეც წეგანს საუბრობდით. ჩვენი წინა ბლოკის მთავარი გმირი არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომლებიც ასე პრაგმატულად ტოვებენ OPEC-ს, სინამდვილეში სუდანის ჯალათების პარამილიტარიზებული დაჯგუფების RSF-ის მთავარი სპონსორია. საამიროების ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა ის საწვავი, რომელიც ამ ომს აგრძელებს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს რეგიონული იმპერია ნავთობის მოგებას მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციისა და რესურსების მოსაპოვებლად. ის, რასაც ვხედავთ, საერთაშორისო საზოგადოების კრახია უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე. უკვე 949 დღეა, რაც სუდანელი ხალხი მსოფლიომ დაივიწყა. ეს არის ყველაზე მასშტაბური კრიზისი, რომელიც მედიაში მინიმალურად შუქდება. ის, რაც ახლა ელ-ფაშერში ხდება, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დიდი იმედგაცრუებაა. მედია ამ კონფლიქტს შეცდომით სამოქალაქო ომს უწოდებს. სინამდვილეში, ეს არის ომი სუდანელი ხალხის წინააღმდეგ. უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული მარიონეტული ომი, რომელსაც რესურსების ხელში ჩაგდების ინტერესი ამოძრავებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დიდი ინტერესები აქვთ. ისინი RSF-ის მილიციას ოქროს კონტრაბანდისთვის და ომის დასაფინანსებლად იყენებენ. ასევე საამიროებს სუდანის აგრარული მიწები აინტერესებთ საკუთარი სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ცივილიზებული თანამშრომლობის ნაცვლად მათ ინვესტირება მილიციაში არჩიეს. ეს არის სუდანის დაპატრონების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ხალხის სისხლის ფასად ხორციელდება.
დარფურში, რომელიც ეთნიკური წმენდის ეპიცენტრად იქცა, სუდანის არმიის დრონების დარტყმები დევნილთა ბანაკებს ანადგურებს, თუმცა RSF-ის კონტროლირება ტერიტორიებზე ხდება ის, რაც ყველანაირ სამხედრო ლოგიკას სცილდება. ჯანდაცვის სისტემა იარაღად იქცა დაკავების ცენტრებში, სადაც 1400-ზე მეტი სამოქალაქო პირი და ექიმი იმყოფება გაუსაზღლის პირობებში. ქოლერა მძვინვარებს აღმოსავლეთ დარფურში. ლაბადოში წითელას ეპიდემიამ უკვე 70-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ბევრი ბავშვია. ეს არის ის, რასაც ჩვენ შიშველ სიცოცხლეს უწოდებთ, როცა 34 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის 65%, შიმშილისა და ეპიდემიების პირისპირ მარტო რჩება, რადგან იმპერიული ინტერესებისთვის ისინი მხოლოდ სტატისტიკაა. სუდანელი დევნილების სიტყვები ჩვენ წყლის გარდა არაფერი გვაქვს, არის განაჩენი იმ სისტემისთვის, რომელიც მილიარდებს ხარჯავს ბუნკერების მშენებლობასა და საზღვაო ბლოკადებში, მაგრამ ვერ პოულობს რესურსს შიმშილის შესაჩერებლად. ზოგიერთი მიმოხილველი სუდანის ტრაგედიის მიღმა გარდა ოქროსი კონკრეტულ ეკონომიკურ დაინტერესებას ხედავს, რასაც პორტ იმპერიალიზმს უწოდებს. სუდანი დღეს არის მსხვერპლი არაბეთის გაერთიანებული საამიროების გლობალური ამბიციისა, აკონტროლონ ყველა სტრატეგიული პორტი წითელი ზღვის გასწვრივ, მათ შორის პორტ სუდანი. მაგრამ მთავარი მაინც სუდანური ოქროა. სუდანის ოქრო ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას მოხმარდეს, მასობრივად და არალეგალურად გაედინება საამიროებში. დუბა იქცა სუდანური ოქროს გადამამუშავებელ გლობალურ ჰაბად, სადაც მოპარული რესურსი ლეგალურ კაპიტალად იქცევა. სწორედ ეს ოქროს მაფია აფინანსებს ომს. 1970-იან წლებში სუდანური ვალუტა დოლარზე მყარი იყო და ბრიტანეთის მუში plus 10% სწორედ სუდანურ რესურსებზე იდგა. დღეს კი იმპერიული ინტერესებისა და ადგილობრივი ელიტების მოხთამვის გამო ქვეყანა სრულ კოლაფშია. ვითარება მკაფიოა. სუდანის ომი არ არის რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირება, ეს არის რესურსების ორგანიზებული ძარცვა, სადაც საამიროები დამკვეთია, ხოლო სუდანელი ხალხი შიშველი სიცოცხლე, რომელიც ამ ძარცვას ეწირება. ხშირად ისმის კითხვა, ვინმის ებრძვის სუდანში და რატომ არის ეს ომი ასეთი დაუნდობელი? სუდანის ყოფილი მინისტრის ხალიდ იუსუფის ანალიზი სურათს ნათელს ფენს. მისი თქმით 2021 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა ლეგიტიმაციის ვაკუუმი. სახელმწიფო დარჩა კანონიერი მმართველის გარეშე, რაც რადიკალურმა ძალებმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენეს. ამ ომის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სახიფათო მოთამაშე გარდა RSF-ისა არის მუსლიმთა საძმო. ეს ის ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც 30 წლის განმავლობაში მართავდა სუდანს, სანამ 2019 წელს ხალხმა ისინი რევოლუციით არ ჩამოაგდო. ახლა ეს ჯგუფი ცდილობს ომის ქაოსით ისარგებლოს და ძალაუფლება დაიბრუნოს. აი აქ შემოდის ირანული ინტერესები. იუსუფი ამბობს, რომ სუდანელი ისლამისტები 40 წელზე მეტია ირანის რეჟიმთან მეგობრობენ. მათ სუდანში შექმნეს ირანული ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ზუსტი ასლები, ეგრეთ წოდებული სახალხო თავდაცვა. ესენი არიან რადიკალები, რომლებიც ქვეყანას იარაღით აკონტროლებენ და შთაგონებას თეირანიდან იღებენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანელი ქალის დაკავება, რომელიც სუდანში იარაღს ეზიდებოდა, ამ ხელს რომ თეირანი დღესაც ამარაგებს სუდანის არმიას ტექნოლოგიებითა და იარაღით. ირანისთვის სუდანი არის შანსი, რომ აფრიკის გულში თავისი გავლენა გაშალოს და ამერიკის საწინააღმდეგო ფრონტი შექმნას. It is a very old relationship. The Muslim Brotherhood in Sudan რა შეგვიძლია ვთქვათ სუდანის არმიისა და ირანის ურთიერთობაზე? ეს ძალიან ძველი კავშირია. სუდანის მუსლიმთა საძმოს ირანის რეჟიმთან ურთიერთობა ჯერ კიდევ 40 წლის წინ ჰქონდათ. ამჟამინდელმა სამხედრო რეჟიმმა ალ-ბურჰანის მეთაურობით ირანთან დიპლომატიური კავშირები 2023 წლის ომის შემდეგ აღადგინა. მათ გაგზავნეს სუდანის ელჩი თეირანში, მიიღეს ირანის ახალი ელჩი და მას შემდეგ იარაღის მოწოდება, რომელიც სუდანის ომს კვებავს, უწყვეტად გრძელდება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აშშ-ში იმ ერთი ქალის დაკავების ბოლოდროინდელი შემთხვევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ურთიერთობა დღესაც აქტიურია. პარალელურად, მაშინ როცა ირანის რეჟიმი თავს ესხმის ყურისა და არაბულ ქვეყნებს, ბლოკავს ჰორმუზის სრუტეს, სწორედ ამ დროს ეს რეჟიმი ინარჩუნებს კავშირს სუდანის მუსლიმთა საძმოსთან. ეს მსოფლიოსთვის ერთგვარი განგაშის ზარი უნდა იყოს. სუდანელი ხალხი დღეს ორ ცეცხლშუაა. ერთ მხარესაა საამიროების მიერ დაქირავებული მკვლელები, მეორე მხარეს კი ირანის მიერ მხარდაჭერილი ძველი ისლამისტური დიქტატურა. ეს აღარ არის მხოლოდ სუდანის კრიზისი, ეს არის გლობალური ექსტრემიზმის პროექტი, რომელიც აფრიკის გულში ახალ ბაზას ეძებს. სანამ ეს რადიკალური ელემენტები არ დასუსტდებიან, მშვიდობა ვერ დამყარდება, რადგან მათთვის ომი ერთადერთი გამოსავალია ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
და ბოლოს მინდა შევხედოთ სუდანის ტრაგედიას ყველაზე პრაგმატული და სასტიკი კუთხით. ხშირად გვაუწყდება, რომ გრძელვადიანი კონფლიქტები აჩენს ეგრეთ წოდებულ ომის შრომის ბაზარს. სუდანში ათასობით შეიარაღებული ადამიანისთვის ომი აღარ არის იდეოლოგია. ეს არის სამუშაო ადგილი, რომელიც მანამ არსებობს, სანამ ის მომგებიანია. დღეს, როცა ახლო აღმოსავლეთში დიდი ომია, საამიროებს აღარ აქვთ იმხელა რესურსი, რომ სუდანელ მეამბოხეებს ძველებურად გადაუხადონ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ სუდანში მებრძოლი და ჯგუფებები უმუშევრობის საფრთხის წინაშე დგანან. როცა ომი აღარ არის მომგებიანი, იწყება დეზერტირობა და შიდა დაპირისპირება. ჩვენ ხედავთ, როგორ იცვლება ტაქტიკა. თუ სუდანში ომი აღარ დაფინანსდება, ეს დაჯგუფებები მზად არიან გაქირავდნენ სხვა კონფლიქტებში. მიმოხილველები ვარაუდობენ, რომ სუდანელი მებრძოლები შეიძლება ეთიოპიაში ან ჩადიში გადავიდნენ, როგორც ჩვეულებრივი დაქირავებული მკვლელები, ჯარისკაცები. როცა გლობალური სპონსორები ფულს უმცირებენ, ეს დაჯგუფებები გადადიან თვით დაფინანსებაზე, რაც ნიშნავს ხალხის უფრო მეტ ძარცვას, გზებზე უკანონო გადასახადებს და ტერორს, რათა ელემენტარული საკვების ფული იშოვონ, იმის გამო, რომ ცოცხალი ძალის შენახვა ძვირდება. ორივე მხარე გადადის დრონების ომზე. ეს არის ომის გაიაფების მცდელობა, სადაც ადამიანის სიცოცხლე კიდევ უფრო ნაკლებად ფასობს. საერთაშორისო მოთამაშეების გასვლასთან ერთად პროცესები კვლავ სუდანის შიდა დინამიკას დაუბრუნდება. არსებობს კონფლიქტის ფრაგმენტაციის დიდი რისკი. დაპირისპირება გასცდება SAF-სა და RSF-ს შორის ჩარჩოებს და ლოკალურ ხასიათს მიიღებს. არსებობს საფრთხე, რომ კონფლიქტი საჰელის რეგიონში გადავიდეს. ამის მაგალითია RSF-ის მეთაურის აბდულ რაჰიმ დაგალოს დეზერტირობა. მის კავშირებს ჩადსა და საჰელში უზარმაზარი გავლენა აქვს. სწორედ ამ სოციალური ქსელებით ახერხებდა RSF-ი მებრძოლების რეკრუტირებას ნიგერიადანაც კი. თუ სუდანში ძალადობა ამ დაჯგუფებებისთვის მომგებიანი აღარ იქნება, ეს მილიციები ფაქტობრივად უმუშევრად დარჩებიან, რაც რეგიონისთვის ახალ საფრთხეს წარმოადგენს. სწორედ ეს არის კაპიტალიზმის ყველაზე მახინჯი ფორმა, როცა ომი იქცევა ბიზნესად, ხოლო მშვიდობა ეკონომიკურად წამგებიანია. სუდანი დღეს არის მაგალითი იმისა, თუ რა ემართება რეგიონს, როცა იმპერიული ძალები მას ჯერ იარაღით ტენიან, შემდეგ კი როცა სხვა პრობლემები უჩნდებათ, უბრალოდ ბედის ანაბარად ტოვებენ. დასკვნა ერთია, სანამ სოფლიოში არსებობს ძალა, რომელიც ომის შრომის ბაზრად განიხილავს, სუდანის მსგავსი ქვეყნები მუდამ იქნებიან გლობალური ელიტების სისხლიანი ექსპერიმენტების პოლიგონი. ჩვენი მიზანია დავანგრიოთ სისტემა, სადაც ტყვია უფრო იაფია ვიდრე პული. კვირის მიწურულს აღინიშნა 1 მაისი. შრომელთა საერთაშორისო დღე, როდესაც მსოფლიო ქუჩაშია გამოსული არა მხოლოდ ეკონომიკური მოთხოვნებით, არამედ იმპერიალისტური ომის წინააღმდეგ, რომელიც თითეული მშრომელი ჭიბესა და ოჯახს ანადგურებს. ფილიპინებიდან არგენტინამდე და ჩიკაგოდან ნიუ-დელიმდე მშრომელები ამბობენ ერთსა და იმავეს. იმპერიალისტური ომი არის ომი ჩვენს წინააღმდეგ. ფილიპინებში მძღოლები გაიფიცნენ, რადგან საწვავის ფასი 100%-ით გაიზარდა. მათთვის მუშაობას აზრი აღარ აქვს, რადგან მთელი დღის ნამუშევარი მხოლოდ ბენზინს თუ ყოფნის. არგენტინაში კი ათასობით ადამიანი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ხავიერ მილეის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებს, რომელიც მშრომელთა უფლებებს პირდაპირ ნაგავსაყრელზე ისვრის. ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. ვცდილობთ სამსახურები შევინარჩუნოთ. ხელფასი არაფერში ყოფნის. გვეუბნებიან, რომ ინფლაცია დაბალია, მაგრამ ეს ასე არ არის. ფასები კატასტროფულად მაღალია და ყოველდღიურად იზრდება. ასევე საინტერესო პროცესები თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში წარიმართა. ჩიკაგოში 1 მაისის ისტორიულ სამშობლოში მასწავლებელთა პროფკავშირებმა მოახერხეს ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა. მათ სკოლები დახურეს, რათა ბავშვებმა და მშობლებმა სიმართლე გაიგონ 1 მაისის შესახებ. მათი გზავნილი მკაფიოა. ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა განათლებისა და ჯანდაცვის დაფინანსება. ისინი ღიად უპირისპირდებიან მილიარდერების ტირანიას, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის ზურგს უკან დგანან და ომით მდიდრდებიან, მაშინ როცა მუშათა კლასი საიმიგრაციო სამსახურის რეიდებისა და ეკონომიკური გაჭირვების შიში ცხოვრობს. 1886 წლის 1 მაისს ჩიკაგოს ქუჩებში ათასობით მშრომელი გამოვიდა. მათი მოთხოვნა მარტივი და სამართლიანი იყო. 8 საათიანი სამუშაო დღე. შეგიძლიათ გითხრათ თქვენი პროფკავშირის ძალისხმევაზე, რომელმაც საჯარო სკოლების მუშაობა შეაჩერა, რათა მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს საშუალება ჰქონოდათ 1 მაისის პროტესტს შეერთებოდნენ. ჩვენს პროფკავშირს ჩიკაგოში ისტორიის მასწავლებლები უდგანან სათავეში. სწორედ ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი ვალი იყო ამ დიდებული ქალაქის ისტორია თავადვე განგვეცადა. ისტორია, რომელიც განუყოფელია მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლისგან. ჩვენი ორგანიზაცია ჰეიმარკეტის მოვლენებიდან სულ რაღაც 4 წელიწადში დაიბადა. იმისთვის, რომ ეს დღე ჩიკაგოელი ოჯახებისთვის მხოლოდ კალენდარული თარიღი არ ყოფილიყო, პირდაპირ ახალგაზრდებსა და მათ მშობლებს უნდა დავლაპარაკებოდით.
ჩვენ მივახციეთ შეთანხმებას ჩიკაგოს საჯარო სკოლების ადმინისტრაციასთან, რათა ჩვენი შვილებისთვის 1 მაისის შესახებ მხოლოდ სიმართლე გვესწავლებინა. ჩვენ შევქმნით აკადემიური თავისუფლების სივრცე, სადაც ყველა გავიაზრებთ თუ საიდან მოდის ჩვენი ძალა. ეს ძალა თემშია და როგორ ვავლენთ მას პრაქტიკაში? სოლიდარობით. სწორედ ეს არის ყველაზე პატრიოტული და ყველაზე ამერიკული გაკვეთილი, რაც კი შეიძლება ადამიანმა ისწავლოს. მით უმეტეს ახლა, ამერიკული ისტორიის 250 წლის თავზე. თუმცა ამ გლობალური სისტემის ყველაზე ბნელი მხარე ინდოეთში ჩანს. გამომძიებელმა ჟურნალისტმა ნეჰა დიქსიტმა აჩვენა ეგრეთ წოდებული უხილავი ინდოეთი. წარმოიდგინეთ ინდოელი ქალები, რომლებიც კალიფორნიულ მუშს ამუშავებენ გლობალური კორპორაციებისთვის. ისინი დღეში 16 საათს მუშაობენ ქიმიკატებში, რის გამოც თითის წვერები ისე უზიანდებათ, რომ ვეღარ ახერხებენ საკუთარი თავის გამოყვებას. ეს ქალები დღეში მხოლოდ $1 გამოიმუშავებენ, მაშინ როცა მათი შრომით კორპორაციები მილიონებს იგებენ. ირანის ომმა მათ ბოლო იმედით წაართვა. გაზის დეფიციტის გამო მათ საჭმლის მომზადებაც კი აღარ შეუძლიათ. ჩემი წიგნი საიდას მრავალი სიცოცხლე მოგვითხრობს დელიში მცხოვრებ მიგრანტ მუშათა კლასის ქალზე, რომელიც სექტანტურ ძალადობას გამოექცა. ბოლო 30 წლის განმავლობაში მან 50 სხვადასხვა სამუშაო გამოიცვალა, თუმცა მისი შემოსავალი დღიური საარსებო მინიმუმის 1/5-საც კი არასდროს აღემატებოდა. საიდა კალიფორნიულ ნუშს არჩევს. კალიფორნია მსოფლიო ნუშის 80%-ს აწარმოებს. საქმე ისაა, რომ ნუშის გარსის მოცილების ავტომატიზაცია შეუძლებელია, რადგან თავად მარცვალი ზიანდება. ამიტომაც არსებობს ტრანსნაციონალური მიწოდების ჯაჭვი კალიფორნიული ნუში მიდის მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან, ქვეკონტრაქტორებთან და ბოლოს საიდასნაირ მუშებთან, რომლებიც ცალობით ანაზღაურებას იღებენ. 23 კილოგრამიანი ტომრის გარჩევაში მათ $9 უხდიან. საიდასნაირი ექსპერტი მუშებიც კი 12-დან 16 საათამდე მუშაობის შემდეგ დღეში მხოლოდ $1 გამოიმუშავებენ. ამ დროს კი იგივე 2 ტომარა ნუში მომწოდებლებთან $100 მოგებას აგენერირებს. ამ მაგალითს იმიტომ გეუბნებით, რომ სულ უფრო მეტი სამუშაო გადადის ცალობით ანაზღაურებაზე, ეგრეთ წოდო გიგ ეკონომიკაზე. ჩვენ კი არ გვაქვს ამის გამოსწორების არც მცდელობა და არც პოლიტიკური ნება. ინდოეთის სხვადასხვა შტატისა და ცენტრალური მთავრობა ცდილობს შრომის კანონმდებლობის შესუსტებას. მათ შემოიღეს ახალი შრომის კოდექსები, რომლებიც ზღუდავს გაფიცვებს, ხელს უწყობს დაქირავება დათხოვნის პოლიტიკას და მუშების გაფრთხილების გარეშე გათავისუფლებას. სწორედ ამის წინააღმდეგ მიმდინარეობს მუდმივი პროტესტი და გაფიცვები. ეს არის თანამედროვე კაპიტალიზმის სახე. ავტორიტარული ლიდერები, როგორიცაა მოდი ინდოეთში ან ტრამპი აშშ-ში, რომლებიც ხალხს ფაშისტური რიტორიკით კვებავენ, რეალურად კი მილიონობით ადამიანს სამოქალაქო უფლებებისა და საარსებო წყაროს გარეშე ტოვებენ. დღეს მშრომელთა ბრძოლა არ არის მხოლოდ ხელფასის საკითხი. ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის და იმპერიული მანქანის წინააღმდეგ, რომელიც ნავთობის, ოქროსა და გავლენის სფეროების გამო მზადაა მთელი მსოფლიო შიმშილისა და ომის ცეცხლში გახვიოს. როგორც ჩიკაგოში 1 მაისს თქვეს, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ძრავა და ჩვენ გვაქვს ძალა ის გავაჩეროთ. გამოსვლები იყო ჩილეშიც. სანტიაგოს ქუჩები კვლავ ცრემლსადენმა გაზმა და წყლის ჭალმა დაფარა. მიზეზი პრეზიდენტ ხოსე ანტონიო კასტის ახალი ანტისოციალური ეგრეთ წოდებული რეფორმებია. კასტი, რომელიც ხელისუფლებაში სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა, არ მალავს, რომ მისი ინსპირაცია არგენტინელი ხავიერ მილეი და დონალდ ტრამპია. მისი გეგმაა დაუნდობლად შეკვეცოს საჯარო ხარჯები $6 მილიარდით, რაც ჩილეს მუში plus 2%-ია და პირველი დარტყმა ტრადიციულად განათლებაზე მოდის. წარმოიდგინეთ, მთავრობამ სადა გაეუქმებინა კვების სტიპენდიები ყველაზე ღარიბი სტუდენტებისთვის და შეეზღუდა უფასო უმაღლესი განათლება. მართალია მასობრივი პროტესტის შიშით კასტმა დროებით უკან დაიხია, მაგრამ ჩილელმა სტუდენტებმა, რომლებსაც პროტესტის 20 წლიანი ისტორია აქვთ, იციან, ეს მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევა. ჩილეს მაგალითი გვაჩვენებს იმავე გლობალურ ტენდენციას, რასაც ინდოეთსა თუ არგენტინაში ვხედავთ. ავტორიტარული ლიდერები თავისუფალი ბაზრის სახელით პირველ რიგში სოციალურ გარანტიებს ებრძვიან. სტუდენტების დარბევა წყლის ჭავლით ეს არის პასუხი იმაზე, თუ როგორ აპირებს ახალი მემარჯვენე ელიტა წესრიგის დამყარებას. Feliz 1 de mayo a todos. Día del Trabajador, un día importante. ყველას გილოცავთ 1 მაისს, შრომელთა დღეს. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელიც ისტორიის სასტიკ მოვლენებს მოგვაგონებს. დღე, როდესაც ადამიანები უფლებებსა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვდნენ, რის გამოც ისინი სიკვდილით დასაჯეს. და ეს ისტორიაში უთვალავჯერ მომხდარა. ახლა ჩვენ 1 მაისის მსვლელობისკენ, მანიფესტაციისკენ მივდივართ, რადგან დღეს, ისე როგორც არასდროს, საფრთხის ქვეშაა ის სოციალური უფლებები, რომლებიც მშრომელებმა ისტორიის მანძილზე მოიპოვეს. საფრთხე ემუქლება ჯანდაცვისა და ბავშვთა კვების ბიუჯეტებს. გვეუბნებიან, რომ ეს ტყუილია, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტები არსებობს. საკმარისია მათი წაკითხვა.
საფრთხეშია უფასო განათლება და მრავალი სხვა მოპოვებული უფლება. გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ ეს მთავრობა შეასრულებდა დაპირებას და არც ერთ სოციალურ უფლებას არ შეგვეცდა. თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. ფაქტები ამბობს, რომ ისინი მოვიდნენ ბენზოხერხით, ზუსტად ისე როგორც არგენტინაში, რათა წაგვართვან მოპოვებული სოციალური უფლებები. სამწუხაროდ, რიგითი ადამიანებისთვის პროტესტი ერთ-ერთი იმ მცირედი საშუალებათაგანია, რაც ძალების გასაერთიანებლად, საპირწონე ძალის შექმნელად და საკუთარი აზრის გამოსათქმელად დაგვრჩა. ასე რომ ჩვენ ლეგიტიმურად მივდივართ მარშზე, ლეგიტიმურად ვაპროტესტებთ ამ დღეს, რათა შევახსენოთ ყველას, შრომელები ვიცავთ ჩვენს სოციალურ უფლებებს. შევხვდებით, გაუფრთხილდით თავს. პირველ მაისს, როცა მთელი მსოფლიოს მშრომელები სოლიდარობას აცხადებენ, ჩილელის სტუდენტების ბრძოლა უფასო განათლებისთვის არის ბრძოლა იმის წინააღმდეგ, რომ ქვეყანა არ იქცევს მხოლოდ კორპორაციების მომსახურე პერსონალის ბაზად. ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, რომელიც დღეს მთელს ლათინურ ამერიკას აერთიანებს. და ბოლოს მინდა შევეხოთ კიდევ ერთ ფრონტს, სადაც იმპერიული ამბიციები რეალურ ეკონომიკურ კედელს ეჯახება. სანამ მოსკოვი ირანის ომით გამოწვეული ნავთობის დეფიციტით სარგებლობას ცდილობს, უკრაინამ იმპოვა გზა პირდაპირ დაარტყას კრემლის სამხედრო ძრავას. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სამჯერ გახდა უკრაინული დრონების სამიზნე. განადგურებული რეზერვუარები, შეჩერებული წარმოება და ეგრეთ წოდებული ნავთობის წვიმა, რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება. მაგრამ ტუაფსე მხოლოდ აისბერგის წვერია. დარტყმები განხორციელდა პერმშიც, ურალის მთემთან, ყაზახეთის საზღვართან, რაც აჩვენებს, რომ რუსეთის ზურგი აღარ არსებობს. უკრაინამ შეძლო და შექმნა საკუთარი შორი მანძილის სანქციები. როცა დასავლური დიპლომატია ყოყმანობს, უკრაინული დრონები თავად წყვეტენ, რამდენი ნავთობდოლარი შევა კრემლის ბიუჯეტში. ეს დარტყმები არ არის მხოლოდ სიმბოლური. მათი მიზანია რუსული არმიის გამოფიტვა. ტუაფსეს ქარხანა პირდაპირ ამარაგებდა დიზელით რუსულ საოკუპაციო ძალებს. მისი გაჩერება ნიშნავს ჭების დაშრობას ფრონტის ხაზზე. რუსეთი იმდენად დიდია, რომ ფიზიკურად ვერ იცავს ასეულობით სტრატეგიულ ობიექტს. უკრაინა პოულობს ამხვრელებს და იმპერიის სივრცეს მისავე სისუსტად აქცევს. 9 მაისის ტრადიციული გამარჯვების აღლუმი წელს შეზღუდულ ფორმატში ჩატარდება. აღარანაირი მძიმე ტექნიკა წითელ მოედანზე. კრემლი ამას ოპერატიული სიტუაციით ხსნის, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ იმპერიას ეშინია საკუთარ დედაქალაქშიც კი. უკრაინის პასუხი რუსულ აგრესიაზე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ იმპერიალისტური ომი ყოველთვის ბუმერანგივით ბრუნდება. მაშინ, როცა რუსული დრონები უკრაინულ საავადმყოფოებსა და სახლებს ურტყამენ, უკრაინული დრონები რუსულ იმპერიალიზმს მთავარ არტერიას უჭრიან. ეს არის ომი, სადაც ნავთობის კვამლი მოსკოვისა და პერმის საზზე კრემლის გეოპოლიტიკური გაკოტრების სიმბოლოდ იქცა. მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ უტიფრად აცხადებს, რომ უკრაინა კვლავ მარცხდება. დღეს პრეზიდენტ პუტინთან საუბარი მქონდა. უფრო მეტი უკრაინის ომზე ვისაუბრეთ. მას სურს, რომ დამეხმაროს. მე კი ვუთხარი, სანამ შენ დამეხმარები, მანამდე მინდა რომ შენი ომი დავასრულო მეთქი. კარგი საუბარი მქონდა. მას დიდი ხანია ვიცნობ. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყო მზად შეთანხმებისთვის, მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ეს გაურთულა. თუმცა უფრო მეტი უკრაინაზე ვილაპარაკეთ. რომელი ომი დასრულდება პირველი? საინტერესო კითხვაა. თქვენგან ასეთი კითხვა მართლაც საინტერესოა. არ ვიცი. შესაძლოა ორივეს მსგავსი გრაფიკი აქვს. ვფიქრობ, უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია. კარგი, ამას ფეიქ ნიუსების კითხვით ვერ გაიგებთ, მაგრამ სამხედრო კუთხით შეხედეთ. მათ 159 გემი ჰყავდათ და ახლა ყველა ეს გემი წყალქვეშაა. წესით ეს საკმაოდ კარგი შედეგია, არა? რას ფიქრობ, ჯარეთ? ვგულისხმობ, რომ მათთვის საზღვაო ფრონტზე დაბრუნება რთული იქნება. ახლა გადავიდეთ ავიაციაზე. მათი ყველა თვითმფრინავი ჩამოგდებულია ან განადგურებული. რაკეტების 82% აღარ აქვთ. აქვთ დრონები, მაგრამ მათი უმეტესობაც განადგურებულია. ქარხნების უმეტესობა თითქმის აღარ არსებობს. ჩვენ კი ახლა გვაქვს საოცარი ანტიდრონული აღჭურვილობა. ლაზერები და ის ახალი, ძალიან განსაკუთრებული ტყვიამფრქვევი, რომელიც დრონებს ბუზები ვითხრის ციდან. ჩვენ ტყვიებს ვიყენებთ, ნაცვლად $1,000,000 რაკეტებისა, რათა $300 დრონი ჩამოვაგდოთ. ასე რომ ჯარედი მეტყოდა, რომ იმის გათვალისწინებით, რაც ახლა მოისმინეთ, ჩვენ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ვართ. გარდა ამისა, მათი ეკონომიკა ინგრევა. როგორც იცით, მათი ფული ის საერთოდ უფასურდება, სახელიც კი არ აქვს. მათ ფულს ფასი არ გააჩნია. მათ ისეთი ინფლაცია აქვთ, როგორიც არავის უნახავს. სხვა მხრივ კი მგონი ძალიან კარგად არიან. New York Times-რომ კითხულობდეთ, იტყოდით, რომ საოცრად მიდის მათი საქმე, რადგან ეს ფეიქ ნიუსია.
ან CNN-ს თუ უყურებთ, თქვენ ხომ სულ აშუქებთ ამას. გგონიათ რომ კარგად არიან? გგონიათ კარგად არის ქვეყანა, რომელსაც აღარ ყავს ფლოტი, ავიაცია და არ გააჩნია საჰაერო თავდაცვის აპარატი. გარდა იმისა, რაც შესაძლოა ცეცხლის შეწყვეტის დროს შეიტანეს. ჩვენ ზუსტად ვიცით, სად არის ეგ ხარახურა და მას პირველივე 15 წუთში გავანადგურებთ. სანამ ტრამპი თეთრი სახლის ქვეშ ბუნკერს აშენებს, მისი გონებრივი რუკა, როგორც ჩანს, სრულად დეფორმირდა. პუტინთან საუბრის შემდეგ მან გადმოაფქვია ალტერნატიული ფაქტების ისეთი კორიანტელი, რომ ძნელია გაარჩიო უკრაინაზე საუბრობს ირანზე თუ საკუთარ სიზმრებზე. დააკვირდით მის ლოგიკას. ის ამბობს, რომ უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია. და რას ეყრდნობა ის? მის ფანტაზიაში უკრაინას 159 გემი ჰყავდა და ყველა წყალქვეშაა. აქ ჩნდება პირველი კითხვა. უკრაინას ომის დაწყებამდე ასეთი ფლოტი საერთოდ არ ქონია. სამაგიეროდ გვინდა კარგა ფლოტი. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, ის რომელიც უკრაინულმა ზღვის დრონებმა ნავსადგურებიდან გააქციეს, ნაწილობრივ მართლა წყალქვეშ გაუშვეს. ტრამპი პუტინის მარცხს უკრაინის დამარცხება დასაგებს. ან მართლა ეშლება, ან პუტინმა ტელეფონში ისე დააბნია, რომ მსხვერპლი და აგრესორი ერთმანეთში აერია. შემდეგ მოდის ჯადოსნური მტკვიარქვევები, რომლებიც დრონებს ბუზებივით ყრიან. ტრამპი ისე საუბრობს, თითქოს ვიდეო თამაში იყოს. ის უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ სწორედ უკრაინული რობოტების რევოლუცია, ის რამაც რუსული მძიმე ტექნიკა წითელი მონიდნიდან გააქრო. წელს მოსკოვში აღლუმზე ტანკებს ვერ ნახავთ, არა იმიტომ, რომ ოპერატიული ვითარება, არამედ იმიტომ, რომ ისინი უკრაინის ველებზე ლითონის ჭართად იქცნენ. და ბოლოს მისი ყველაზე საშიში ფრაზა: პუტინს უსტამ ეხმაროს. ეს არის იმპერიული ცინიზმის მწვერვალი. ტრამპისთვის ომი არა ტრაგედია, არამედ შეთანხმების ნაწილია. ის უკრაინის ვალუტას დასცინის, მის ავიაციას განადგურებულს უწოდებს და ამ დროს ვერ ამჩნევს, რომ თავად არის გამოკეტილი საკუთარ ბუნკერში, სადაც ფეიქ ნიუსი მხოლოდ ისაა, რაც მის ნარცისიზმს არ ეფერება. ხომ არ ეშლება ირანი და უკრაინა? შესაძლოა. მისთვის ორივე სათამაშოა მისი ბიზნეს გეგმების გზაზე. სამყარო დღეს ორ პარალელურ რეალობაში ცხოვრობს. ერთში დონალდ ტრამპი ტყვია გაუმტარი ბუნკერიდან ვირტუალურ წყალქვეშა ფლოტებს ებრძვის და პუტინთან ერთად იმპერიის ნარჩენებს აკონსერვებს. მეორეში კი რეალურში ისტორიის ბორბალი უკვე სხვა მიმართულებით ტრიალებს. სანამ ერთი იმპერია მოსკოვის წითელ მოედანზე ტანკების გარეშე დარჩენილ აღუნცელოლიავება, ხოლო მეორე ნავთობომებს პატრიოტიზმად ასაღებს, სანტიაგოს თუ ჩიკაგოს ქუჩებში ახალი სოლიდარობა იბადება. ეს არის ბრძოლა არა ნავთობის ბოლოწვეთებისთვის, არამედ იმ მომავლისთვის, სადაც ადამიანის შრომა აღარ ფასდება $1 და სადაც ენერგია, ისევე როგორც თავისუფლება, აღარავის ბლოკადაში აღარ მოექცევა. მზის სინათლე ჰორმუზის სრუტეს არ გადის, ის ყველასია. დღეისთვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე. დროებით.